დავიწყეთ სესია და ეს საკითხი მე დავტოვე ბოლოსათვის. Კითხულობ ამ ჩემ მოხსენებას და კურს ფაქტურით არ ვიგებია. დაახლოებით 1 საათიანი მოხსენება იყო თვალწოდები. Რა თქმა უნდა, არავინ კურს არ უგდებს, მაგრამ ესე არიან გასუსული, მაგრამ ვატყობ თვალებში რომ ეს ხალხი სხვაგანაა, აქ არზიან ამ დარბაზში არზიან. ახლა ამას ემთხოვა რომ წარამარა ხან ინაური წამოხდება წამოდგება და გავაგარეთ და სხვა შეიძლება ეს მიჩვეული იყო ის პარტიული აქტივი ინაური რო გადიოდა გარეთ ხშირად ესე იგი რაღაცა ხდება თქვენ თბილა არ გადის და კოლბინთან მოვილაპარაკე მე წინასწარ რომ ესე იგი მე ვიყო საქმის კურსში თუ რამე რთულდება თქვენ უნდა მომწეროთ მე მაშინ რა ხდება გარეთ უნდა მომწეროთ მივიღე პირველი წერილი კოლბინსთან გავიდა ისიც შემოვიდა ახალგაზრდობა უნივერსიტეტიდან დაიძრა. Отряды молодежи двинулись с государственного университета. Მეორე წერილი მივიღო რომ они подошли к оперному театру. და მესამე უკვე აღარ იყო წერილი საჭირო, აქ ყვირილი, ღვიელი, დედაენა, სამშობლო, მშობელი ენა, საქართველო და სხვა და ნუ გვგზნობ რომ უზარმაზარი მასა იყო შეკრებილი. მე ამბობდნენ 50,000-ია, ზოგი ამბობს 60, ზოგი მეტი, ზოგი ნაკლები. დიდი და ძალიან დიდი მასა იყო. რა ვთავარია, უკვე აქ დარბაზი იყო შოკირებული, დარბაზი იყო გატრუნული და არავინ აფიარც რა უნდა თქვა, სად არ შეგადევა და ეს ბოლო ფრაზა, რომელიც ახლა თქვენ მოისმინეთ, როგორც ვიწოვ, მიღებული იყო მაშინ, რომ აი ჩვენ ვითათფირეთ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრებმა, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა, სვლა რა თათფირი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ენა ინარჩუნებს სახელმწიფო ენის სტატუსს. სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც მაჟროლებდა, ამას რო ამბობდი და კანკალებდა და დარბაზი თქვენ ვერ ამიტომ წდება გული რატო ვერ შემოვინახეთ ის რაც იყო ეს დარბაზი ეს მოხუცებული ნამდვილი კომუნისტი თავისუფლად მოაზროვნე საკონსტიტუციო კომისიაში ზოგი უპარტიო იყო ზოგი მეცნიერი სულ ყველა მთელი დარბაზი იმ დარბაზში თვალწოდები ერთი 750 კაცი ეტოვდა იმის ჩათვლით ზევითა იარუსების ჩათვლით და თელი ეს დარბაზი დადგა და არა მარტო ტაში, არამედ ტაშიც მე დაიწყო ხრიალი და ტირილი.